საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. სალამ, შედობისად თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა, ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ამაოდ გაისარჯა რუსეთის პირსისხლიანი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც გუშინ პაკლონ გარაზე ქუთაისში დანგრეული მონუმენტის ანალოგი გახსნა. როგორც ჩვენი კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ამბობს, მონუმენტის მიმართ ქართულმა ხალხმა დამოკიდებულება კარგა ხნის წინათ ძალიან კაფიოდ გამოხატა. ეს მემორიალი არის უბრალოდ პუტინის ფანტაზიის შედეგი. ეს ვიცით მიტირის საბჭოთა კავშირს, საბჭოთა იმპერიას, საქართველოში ასეთივე ძეგლი მის დემონტაჟამდე თვითონ ფაქტიურად ხალხმა გაანადგურა, ეს იყო სრულიად განძარცვული. დიახ, ქართველი ხალხი ბრძენია. მან ზუსტად იცის, როდის და რა ფორმით გამოხატოს საკუთარი ძალუმი პროტესტი. ეს გმირთა მემორიალიც იმიტომ გაძარცვეს ქართველმა მამულიშვილებმა, რომ საკუთარი პროტესტი ეჩვენებინათ. ეხლა ხო ვიცი, დაიწყებენ ეს ბოროტიენები ლაპარაკს რა პატრიოტიზმი მაგ მემორიალში ჩატანებული სპილენძის ფილები ხალხმა იმიტომ დაიტაცა, რომ როგორმე შიმშილისთვის თავი დაეღწიაო. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ასეთი სიბინძური სათქმელად ენა მხოლოდ ზნედაცემულ ადამიანს მოუბრუნდება. დიახ, მე ზუსტად ვიცი, რომ ძარცვა უხსოვარი დროიდან ქართველებისთვის პროტესტის გამოხატვის უნიკალური მეთოდი იყო და არა რაღაცა ბანალურად მუცლის ამოვსების საშუალება. ვისაც არ გჯერათ, თვალი მიადევნეთ ჩემი პატრიოტი და მაღალი პრეზიდენტის პოლიტიკას. ეხლა თქვენ რა გონიათ, რის გამო ძარცვავს ის საკუთარ მოსახლეობას უსაშუალო გადასახადების საშუალებით? იმისთვის, რომ მერე მსოფლიოს რა, სხვადასხვა კურორტებზე იგულაოს? არამც და არამც. მხოლოდ იმიტომ გვეპყრობა ასე, რომ ამით საკუთარი პროტესტის გამოხატვას ცდილობს. დიახ, როდესაც არ მოსწონს ქართველების ზოგიერთი ძველმოდური ტრადიცია, მოდის და პროტესტის ნიშნად გვძარცვავს. რუსეთის ოკუპაცია არ მოსწონს, ისევ ჩვენ გვძარცვავს. შაკირას ბოლო ალბომი არ მოწონს, მაინც ჩვენ გვძარცვავს. დიახ, ძარცვა უნიკალური საშუალებაა, უნიკალური. ვინ ზრუნავს ჩვენს ქვეყანაში განათლებაზე? ვინ დაამეგობრა ქართველი სტუდენტი წიგნთან და განათლებასთან? კი, დიმიტრი შაშკინმაც. მაგრამ არა მარტო მან. ჩვენში განათლებაზე ჩვენი მარადმწვანე სტრატეგიული პარტნიორი ნატოც ზრუნავს. ნატოს ლისაბონის სამიტის შედეგები განხილეს თბილისში ნატოს საინფორმაციო ცენტრში. ექსპერტებთან ერთად დისკუსიაში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ლისაბონის სამიტზე მიღებული ნატოს ახალი კონცეფცია, შექმნილი რეალობა და საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივა მსჯელობის მთავარი საკითხები იყო. ჩვენ დღევანდელი ღონისძიების თემა გახლავთ ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ლისაბონის სამიტის შემდგომ რეალობა და პერსპექტივები. იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი ღონისძიება იქნება ძალზედ საინტერესო. დიახ, ნატომ კიდევ ერთი მეცნიერული მსჯელობით გაჯერებული ლამაზი საღამო აჩვენა ქართულ სტუდენტებს. დიახ, დღევანდელ დღეს სწორედ ნატოს ხათრით თუ გადაფურცლავს წიგნს ქართველი სტუდენტი, აბა, ქიმიის, ფიზიკის, ისტორიის და გეომეტრიის სწავლისთვის 5 წლის დათმობას აღარავინ აღარ აპირებს. იციან, რომ ამ მეცნიერებების სწავლა მაინც უმუშევრობას და უსახსრობას უქადის ქართველ სტუდენტს. ნატოდან კიდევ რაღაც მაინც შეიძლება გამოვიდეს. ისე, ამ ბოლო დროს ხვდები, რომ ნატო ძალიან სწორად იქცევა, როდესაც შორიდან გვეფერება და თავის რიგებში მაინც არ გვიღებს. უნდა რომ ბევრი ვისწავლოთ და იმიტომ გვეპყრობა ასე. ხო და ვიждებთ ჩვენს, წეროთ თემები ქალთა სახეები ლისაბონის სამიტის მიხედვით, გამზრდელ შეგირდობა რასმუსენის და სააკაშვილის მიხედვით, ხით შატეხილობის პრობლემა ბრიუსელის სამიტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გუშინ ჩვენმა პარლამენტის დეპუტატმა საკუთარი თვალით ნახა და დარწმუნდა, რომ ჩვენი სამოქალაქო რეესტრი მართლა ძალიან სწრაფად მუშაობს და ძალზე სწრაფად გასცემს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს. პავლე კუბლაშვილმა დღეს ახალი პასპორტი აიღო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პასპორტის შეცვლის პროცედურა სამოქალაქო რეესტრის ვაკის ფილიალში გაიარა. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალას კარგავს ძველი ბორჯღალუს გამოსახულებიანი პასპორტები და ახალ წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს პასპორტის გამოსვლა შეღავათიან ფასად 65 ლარად შეუძლია. აჰა, კაცი, მივიდა და დარწმუნდა, რომ საახალწლოდ ყველას სწრაფად ამოგვართმევენ ჩვენი ჯიბიდან ფულს და სწრაფადვე გადმოგცემენ ახალ პასპორტებს, მაგრამ როგორც კულუარულად გავიგე, პავლესთვის პასპორტის გადაცემის პროცესი ცოტათი მაინც გაწელილა დროში. იმიტომ რომ პავლეს უთქვამს, რადგან ასეთ სიკეთეს მიკეთებთ, ბარემ მაგ ახალ პასპორტში სახელით შემიცვალეთ და ტარიელი დამარქვით. იმიტომ რომ წინა სახელით ხალხს უმუშევრობის პრობლემის მოგვარება და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და სხვა კიდე ეგეთი რაღაცეებს დაუპირდიოდა. ახლა ვიღაც ქართველი ხალხი მაგ ძველ სახელზე მეძებსო. ხო.
თოვლის მოსვლა თითქმის ყველას უხარია და ყველა თავისებურადაც ხვდება ამ თეთრ ფანტელოვან და მოფარფატე მოვლენას. ჩვენი დიდი მეზობელი თავისებურებაზე უარს არ ამბობს და ამ სიკათქათესაც თავისებურად დაუხდა. რუსეთში თოვლს ტანკებით წმენდნენ ფედერაციაში გამწმენდი ტექნიკის დეფიციტი ანიშნეთ აგელში ნალექის გასაწმენდად უკვე გამოიყენეს 2 ტანკი აღმოჩნდა რომ ქალაქში თოვლის გაწმენდ ტექნიკაზე მეტი ტანკია რადგან იქ ყველაზე მსხვილი სატანკო ქარხანა მდებარეობს ამ დროისთვის ქალაქის გზებზე სულ 2 ტანკი მუშაობს თუმცა არ არის გამორიცხული რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს მართალია გეთანხმებით რომ ძალიან სასაცილოა საშიში რომ არ იყოს მაგრამ მხოლოდ ახლა გამივხვდი რაში სჭირდება რუსეთს ამდენი ჯავშან ტრანსპორტიორი და ტანკი ან რატომ ლამობს მისტრალის შეძენას ისეთ დიდ თოლს რომელსაც ტანკებით და 58 არმიით ვერ გაუმკლავდება მისტრალის დახმარებით გააწმენს ის რაკეტებიც იმიტომ აქვს დამიზნებული სხვადასხვა მსხვილი თუ წვრილი ქვეყნებისთვის რომ რა იცი ხა მაინც თოლის ღრუბელი რომელი მხრიდან წამოვა იმას ჰაერში გაფანტვა და განეიტრალება ხომ უნდა ეგრე იყო ზუსტად აგვისტოში. თოვლის გასაწმენდად შემოიყვანეს ტანკები და ჩვენ კიდევ ჩვენი ქართული ხასიათიდან გამომდინარე გადავირიეთ. ჩვენ სხვისი დახმარება რაში გვჭირდება, ჩვენ თვითონაც ჩვენივრად გავწმენთ ჩვენს ტერიტორიებსო და ხელკეტებითა და შურდულებით ვეკვეთეთ. მოიცადეთ. და აგვისტოში თავს რა უნდა გაც? უიმე. გონი მართლა საუბრად შემოვიდნენ ეგენ. ვაიმე, ნინო ზურიკო სასწრაფო დაბრუნდით სამშობლოში სასწრაფოდ მართლა რუსები ყოფილან ეგენი მართლა ნორმალური ვარ ახლა მე ამ თემაზე რა მაღადავებს საერთოდ მაგრამ სხვა არაფერი შემიძლია და ვიღადავო მაინც თორემ გამისკდა გული კიდევ კარგი ქართველებს იუმორის რუსეთის რომელიმე საზღვართან არ გვაქვს თორემ ეგეც რომ წაერთმიათ მე რეგენახat თქვენ ჩვენი ბედოულათი მთავრობის და მაგაზე უფრო ბედოულათი ოპოზიციის ქმედებების გარემოცვაში ყოფნა ისევ ჩვენ დავიწყოთ ზრუნვა გადმოთოვლაზე თორემ მოგვადგა კარს ზამთარი და ის ანდაზა ხომ იცით გაერო და ამერიკა ყოველთვის ვერ გადაგითოვლავსო ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო რეკლამიცინი ჩვენს ეთერში არ გაკმაყოფილებთ თქვენი მდიდარი მეზობლის სალამი თქვენთვის ლუვრი ის არ არის რაც თქვენ გჭირდებათ ქუჩაში ოქროს სამკაულებით დამშვენებულმა ადამიანმა ამრეზად გადმოგხედათ და თქვენი დავირუსებული კომპიუტერის გამო კომპანია Microsoft-ზე ხართ გაბრაზებული. მაშინ მიმართეთ პროტესტის გამოხატვის ფორმას. ძარცვა. გაძარცვეთ, რაც თქვენთვის მიუღებელია და ამით აღადგინეთ სამართლიანობა. პროტესტის უახლესი ფორმა. ისწავლე ძარცვის მძებნელო, მოხევ რურუას მცნებასა. სპეციალურად დემოკრატი ლიდერებისთვის გამოვიდა ახალი სახელმძღვანელო სახელწოდებით რომელ მეზობელ სახელმწიფოს ვეომოთ. სახელმძღვანელო გვირჩევს ვეომოთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თოვლს წმენდნენ ტანკებით, ოთახში აბლაბუდებს მიწა ჰაერის ტიპის რაკეტებით, ხოლო იატაკს მასტიკით და ატომური ბომბებით წმენს. ახალი სახელმძღვანელო, რუსს რა ჰქონდა, ტანკს გაჰქონდა. ჩვენმა სასიკადულო მთავრობამ ბიზნესმენებისგან გადახდილი DGG ისევ ბიზნესმენებს დაუბრუნა და ისევ ბიზნესის განსავითარებლად. 2008-ში და 2009-ში თუ ჯამური დაბრუნებები შეადგენდა 128 მილიონ ლარს, 2010 წლის განმავლობაში სულ დაბრუნებული 170 მილიონი ლარი და ჯამში ეს გაკეთებულია 560 კომპანიისთვის. ანუ ეს თანხა, რომელიც სახელმწიფო დროულად და ჩქარა დაუბრუნდა კერძო სექტორს და კერძო სექტორა უკან ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაატრიალა სინამდვილეში ეს თანხები და ამ თანხებმა კიდევ უფრო დადებითი პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია ეკონომიკაში. ხო, ძნელია ხა ზუსტად შეაფასო რა შედეგებს მოიტანს ბიზნესმენებისთვის უკან დაბრუნებული DGG. აი როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ასევე ორი მხარე აქვს DGG-ს დაბრუნებასაც. ერთი ის რომ DGG იმ გარანტიით გიბრუნდება რომ მომავალ წელს უფრო მეტი გადაიხადო და მეორე ის რომ გიბრუნდება DGG და მასთან ერთად სოსო თოფურიძეც. დიახ, მთავრობას ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი სისტემა აქვს. DGG + სოსო. ყველა ესე იგი ის ბიზნესმენი თუ მეწარმე თუ უბრალოდ მოქალაქე ვინც კი უკან დაბრუნებული DGG მიიღო ყველა კმაყოფილი კი აგერ სულ ახლა როგორც ბადრი ბიწაძე ამბობს ლევან გაჩეჩილაძე მიიღო გადახდილი DGG თუმცა ვერ გაუგიათ ახლა რითაო კმაყოფილო გრეჩი ხა მე გამახსენდა გილაურის მიერ ექსპრომტად წარმოთქმული ლექსი მინდა ახლა ის წაგიკითხოთ ლექსი ბიზნესმენებს
მან თქვენ საფლოს მიშას ლანდებს ზინავს მეფურძილით მან დუყვარდა მერაბიშვილს ობლად სიარული ბიზნესის გზა არ არის დილეგის გზის გარდა რომ ამ გზაზე ზღაპარია თქვენი სითამამე რომ გაჰყვება ბიზნესმენებს სოსო როგორც ქნარი ვახტანგ ბუბა კიკაბიძემ სრულიად ბელორუსის დიქტატორს ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ბუბა კიკაბიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ქართულმა მომღერალმა მინსკის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ტურნე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და ხელშეწყობით ტარდება. ვულოცავ ბატონ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას და გისურვებთ ყველას ლამაზ ახალ წელს. სადაღარ ყავს ჯონ ლენონი თორემ ხომ მიუძღვნიდა ერთ პლატინის ალბომს ამ გულში ჩასახუტებელ ლუკაშენკოს. უხ განაცვალეთ თქვენ. აბა რა, ეგრე უნდა ყველას სიმღერით უნდა მიულოცო პოლიტიკური წარმატებები. მართალია დავიგვიანეთ და ჩვენმა ხელისუფლებამაც ჩვეული გულგრილობა გამოიჩინა, მაგრამ მაინც დაგვიანებით უნდა მივულოცოთ და ვულოცავთ კიდეც ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეის დაბომბვას. გილოც. მინდა ბელორუსი ხალხი გავაფრთხილო, რომ ნუ თამაშობენ რუსეთის თამაშს. ნუ უგორებენ ამ დემოკრატ კაც შავპიარს და ნუ უყალბებენ ბიოგრაფიას. ვითომ დიქტატორი იყოს. ღვთისმოსავ კაცს როგორ უკეთებთ ამას? ზღუდროჟის გაზეთში წავიკითხე რომ თურმე ლუკაშენკოს იმ დღეს ჭიანჭველისთვის ფეხი დაუბიჯებია და წნებას ვეღარ უგდებდა მთელი მინისტრთა კაბინეტი. ბელორუსებო, გაჩერდით თორემ ვეღარ ეღირსებით პატრიოტთა ბანაკს. მეორედაც გამოგზავნით, გივით არ გამაწეს. ამჯერად არა როგორც რევოლუციონერს, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის მომხრეს და საკუთარ ნეკნებს დაგათვლევინებთ. ბავშვებო, თქვენ პრორუსულებო, დაიძინეთ ახლა, თორემ გივით არ გამაძე მოვა და გადაკლაპა. წყალი ყველას ეს ჰუმანური და ზოგად საკაცობრიო სლოგანი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაარსებიდან 1 წელი შესრულდა. კომპანიამ იუბილეს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია დაამტყია. 1 წლის განმავლობაში წყალმომარაგების სფეროში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. წყალი ყველას ეს არის მთავარი გზავნილი, რითაც კომპანიამ მუშაობა დაიწყო. მე მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წელი იქნება საქართველოში ბუმი წყლის ობიექტებზე მუშაობისა. ისე ობიექტური თვალით რომ გადახედოთ განვილ 7 წელიწადს, რამდენი რამე გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში. უკვე ისე მივეჩვიეთ წყლის სმას, ისე ლაღად ვეწაფებით ანკარა თბილისის ზღვის წყალს, რომ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოსო. თითქოს შორს იყო ის ალბედითი პერიოდი, როდესაც წყალი არ გქონდა. ეს რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს და ეს კარგია, ადამიანის ბუნება ასე რომაა მოწყობილი. რაც აქვს, იმას არ აფასებს. ადამიანი მაქსიმალისტია და წყალთან ერთად პურიც უნდა. მაგრამ ყოველი პეშვი წყლის დალევის დროს გავიხსენოთ, რომ ეს წყალი ნაციონალური მოძრაობის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად გვაქვს და ამ ხალხს უბრალოდ დაფასება ჭირდება იმისთვის, რომ ენთუზიაზმი არ მოაკლდეთ. არა, არ გაწალებთ არაფერს, უბრალოდ ჩვენ გულში ჩავიხედოთ და წარმოვთქვათ. მადლობა, მიშა, რამე თუ მომიკალი წყურვი. მე მინდა დაგაიმედოთ, რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც წყალთან ერთად პურსაც მოგცემენ. მთავარია ჩვენ არ გვაცდუნოს ეშმამ და კლავ მიტინგზე არ გაგვიყვანოს, თორემ პური აუცილებლად გვექნება. რამე თუ ნეტარ არიან მორწმუნენი, რამე თუ არ უნახავთ და სწამთ. კონტროლის პალატა ქალაქ თბილისის მერიისა და თავდაცვის სამინისტროს შემოწმებას აპირებს. კონტროლის პალატა მომავალ წელს დედაქალაქის და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტებს შეისწავლის. აი ახლა მე ზუსტად გეტყვით, როგორ შეამოწმებს კონტროლის პალატა თავდაცვის სამინისტროს. ესე იგი, როდესაც კონტროლის პალატის წარმომადგენელი მივა ბაჩო ახალაიასთან და ეტყვის, მაიტა შენი დანახარჯებიო. ბაჩო ახალაიამ ყისო მიუგებს, ჩვენ გაუთვალისწინებელი დანახარჯები დიდი რაოდენობით გქონდა, რადგან ახლა სიხის აჯანყება მოხდა და იქ ჩვენი ჯარისკაცები გავგზავნეთ ბუნტის ჩასახშობად და სწორედ ამან გამოიწვია, ესე იგი უზარმაზარი გაუთვალისწინებელი ხარჯი. ამ ხარჯს ჩემი ძმა დათა ახალაია დაითვლის და 2013 წელს ზუსტად ჩაგაბარებთ სამინისტროს მიერ დახარჯული თანხების ნუსხას.
აი ასე გამოისტუმრებს დათა ახალაია კონტროლის პალატის წარმომადგენელს. დაღვრემილი და გაწმილებული რევიზორი მიადგება ქალაქ თბილისის მერიას. გიგი ოგულავა მოწყენილ რევიზორს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის საშეღავათო ბარათს გადასცემს და ისიც გამოისტუმრებს. აი, ასე მუშაობენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები სამინისტროების და მერიის შემოწმებისას. რა ქნას ხან პატიოსანმა რევიზორმა? ვინმე ხო უნდა შეამოწმოს? ამას ხელსარიელი ხომ ვერ დაბრუნდება კონტროლის პალატაში, ხო და სახში მისული და დაღლილი გადაშლის პრესას და შესამოწმებელ ობიექტებსაც აღმოაჩენს. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას კონტროლის პალატის კონტროლის პალატა, რადგან შეამოწმოს კონტროლის პალატამ რამდენად ზუსტად იმუშავა, ხო? და როგორ მუშაობს ზოგადად კონტროლის პალატა, თორემ ასე ჩვენ ფონს ვერ გავალთ და თუ საჭირო გახდება, შეიქმნას კონტროლის პალატის პალატა. აი ასე. მე იუმორის ამებისეულ კონტროლის პალატას შემოგთავაზებთ. ანუ ახლა ჩვენს ეთერში პოლიტიკოსთა ხუმრობების მოსმენის დრო დადგა. უსმინეთ და შეაფასეთ, იცინიან პოლიტიკოსები. 2008-ში და 2009-ში თუ ჯამური დაბრუნებები შეადგენდა 118 და 127 მილიონ ლარს, 2010 წლის განმავლობაში სულ დაბრუნებული 170 მილიონი ლარი და ჯამში ეს გაკეთებულია 564 კომპანიისთვის. ანუ ეს თანხა, რომელიც სახელმწიფო დროულად და ჩქარად დაუბრუნდა კერძო სექტორს და კერძო სექტორმა უკან ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაატრიალა სიამოვნებაში ეს თანხები და ამ თანხებით კიდევ უფრო პოზიტიური ცვლილება გამოიწვია ეკონომიკაში. ეს განცხადებით გაიხსნა ნიკა გილაური შეეხო პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის თანახმადაც ბიზნესმენებს უნდა დაუბრუნდეთ დღეების გადასახადით. მთავრობამ ყველა ბერკეტი და რესურსი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაცულ იქნან მსოფლიოში ფასების ზრდასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. სააკაშვილმა დაავალა საქართველოს მთავრობას პოლიტიკაში შეიმუშაოს სამართლებრივი გეგმა და უფრო აქტიურად იმუშაოს. ეს მემორიალი არის უბრალოდ პუტინის ფანტაზიის შედეგი. ეს ვიცით მიტირის საბჭოთა კავშირს, საბჭოთა იმპერიას, საქართველოში ასეთივე ძეგლი მის დემონტაჟამდე თვითონ ფაქტიურად ხალხმა გაანადგურა, ეს იყო სრულიად განძარცვული. პრეზიდენტმა მთავრობას გარკვეული ვადა მისცა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში აღნიშნული გეგმა იქნება წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ და გარდა ამისა ხელისუფლება პრეზიდენტის დავალებით გააგრძელებს მუშაობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიმართულებით. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან მოსული შეტყობინების თანახმად პარტიის სარჩელი ტირანი იუბილარის სააკაშვილის დაპატიმრებასა და პასუხისგებაში მიცემის შესახებ საგამოძიებო მოკვლევის სტადიაშია. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია საახალწლოდ გაახარებს ქართულ ხალხს და დაამწუხრებს იუბილარს. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.